პოლიტიკა, თავდაცვა, მედიცინა, განათლება, სოფლის მეურნეობა, ყველა სფერო, ნებისმიერი სიახლე, ის რაც პრესის ფურცლებზე მოხდა. ნახეთ და მოისმინეთ ანალიზი, განხილვა, საინტერესო მოსაზრებები, გადაცემაში პრესის მიმოხილვა მამუკა გიორგაძესთან ერთად. ყოველ კვირას 21 საათზე. ახლა ვართ მამუკა გიორგაძე, ეს არის გადაცემა პრესის მიმოხილვა. დღეს 29 მარტია, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს წმინდა პატრიარქის ამბროსი ხელაიას ხსენების დღეს. და ბუნებრივია, რომ ამ დროს ყველა ღირსეული მამულიშვილი, ეკლესიის წევრი, ან თუნდაც არაწევრი ჩაფიქრდება იმაზე, თუ რა გზა გაიარა საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ იმისათვის, რომ ქართველ ხალხში უფლის ცოცხალი სიტყვა ყოველთვის ყოფილიყო მასტიმულირებელი სახელმწიფოებრივი ამშენებლობა განვითარებისათვის. ჩვენ ამ დღეს ყოველთვის უკავშირებთ იმ უდიდეს ტანჯვა-წამებას, რომელიც გაიარა ქართველმა ხალხმა, გაიარა მისმა ღირსეულმა შვილებმა იმისთვის, რომ ჩვენ მათი თავმავლობას ქონოდა შესაძლებლობა ჯანსაღ გარემოში, თავისუფალ გარემოში გვეცხოვრა, გვეშრომა, გვემოღვაწეო და კიდევ უფრო მაღლა გვეწია ის დროშა, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა გადმოგწეს. მაგრამ სამწუხაროდ ბოლო პერიოდში ერთგვარ ტრადიციად დამკვიდრდა თანმიმდევრული, მიზანმიმართული ბრძოლა საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ, მისი საჯატრობლის წინააღმდეგ და ყოველ ნებისმიერ მისი უწმინდესობის ეპისტოლეში, ქადაგებაში, ინიციატივაში ეძებენ თუნდაც ოდნა მაინც ხელის ჩასაწირს იმისათვის, რომ საქილიკო გახდეს ეს თემა, იმისთვის რომ გადაიფაროს ეს თემა, არადა თვითოული თემა, უდიდესი ფიქრის, უდიდესი განსჯის, მისტიური წვდომის შემდეგ მოდის მის უწმინდესობასთან და ის ქართულ საზოგადოებას უზიარებს ამ ხედვებს. არაფრისგან წარმოიშვა მორიგი ტალღა. მისმა უწმინდესობამ ახალი ინიციატივით გამოვიდა და მისი გადაწყვეტილებით დაწესდა ღვთისადმი მადლიერების დღე. რომელიც კიდევ ერთხელ რეკლამაზე გავდივართ, რაღაც ტექნიკური ხარვეზი გვაქვს. დაბრუნდით ეთერში. როგორც მოგეხსენებათ, მისი უწმინდესობის გადაწყვეტილებით დაწესდა ღვთისადმი მადლიერების დღე. დღევანდელ დღეს, მაშინ, როდესაც საქართველოში ასეთი ურთულესი ვითარებაა, ალბათ ამ დღის დაწესება ყველაზე უფრო მეტად არის უფრიანი და ბუნებრივია ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ უნდა დაფიქრზე და კიდევ ერთხელ უნდა აღივსოს იმ უდიდესი მადლით, რომელიც უფლისგან მოდის და შესაბამისად კიდევ ერთხელ მადლობა უნდა უთხრათ უფალს იმისთვის, რომ ჩვენი ცოდვების გამო ბოლომდე არ ვისჯებით და შეიძლება თქვას იმაზე უკეთესად ვართ, ვიდრე ღირსი ვართ ჩვენი მოქმედებებით. ბუნებრივია ის, რომ ჩვენი სულიერის, ნეობრივი თუ სახელმწიფოებრივი ცხოვრების წარმმართველი სწორედ მადლიერება უნდა გახდეს. მადლიერება უფლისადმი მიმართული და შესაბამისად თითოეული ჩვენგანი ამ მადლში ხვალინდელი დღეს თუ ჩვენგანმა ხვალინდელ დღეს უნდა შეხედოს იმედის თვალით. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ჩვენ როდესაც მისი უწმინდესობის ასეთ ინიციატივებს ვისმენთ, უპირველეს ყოვლისა უნდა დავფიქრდეს, ეს ხომ რაღაც გარკვეული მნიშვნელოვანი შინაგანი თუ შინაგანი პროცესების თუ გარე ინფორმაციის შემდგომარი. ესე იგი გარკვეულწილად, როდესაც უწმინდესი ხშირად ამბობს, რომ უმატოთ ლოცვას, რაღაც გარკვეული მას აქვს ან ინფორმაცია, ან მიღებული აქვს რაღაც ნიშნები იმისა, რომ გველოდება რთული პერიოდი და მოგვიწოდებს დაფიქრებისკენ. სამწუხაროდ ქართული საზოგადოება, გარკვეული ნაწილი ეძებს ყოველგვარ საბაბს იმისათვის, რომ თუნდაც ასეთ მნიშვნელოვან ინიციატივებშიც ტალახის სასრულად მოემზადოს.
ასევე არ დავფიქრებული ვარ ჩვენ იმასთან დაკავშირებით, რომ სააღდგომო წირვა სვეტიცხოველში დანიშნა მისმა უწმინდესობამ. ეს უიშვიათესი მოვლენა არის, ასე ვთქვათ, ნაკლებად ვინმეს ჩვენ გვახსოვდეს, რომ სააღდგომო წირვა ძალიან იშვიათად გამართულა სვეტიცხოვლის ტაძარში. რაც კიდევ ერთხელ დამაფიქრებელი უნდა გამხდარიყო ჩვენთვის. მაგრამ საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა აქაც მოძებნა ტალახის სასროლი საბაბი და გამოყენებული იქნა ის ნაწილი ამ ინიციატივისა, რომ საკლავი იქნება დაკლული, რომელიც დაურიგდება თბილისიდან ფეხით ჩასულ მომლოცველებს და მთლიანად გაჭირვებულ ხალხს. არანაირი ამაში რაიმე თუნდაც ძალიან ავანტყოფური აზროვნება უნდა ქონდეს ადამიანს, რომ ხინჯი მოძებნო, მაგრამ ეს ხინჯიც მოძებნეს და გადაიტანეს საბაბი იმ მოძებნეს საბაბი და ყურადღება იმ მიმართულებით, რომ აი საკლავის დაკლა რაღაც რიტუალურ ღონისძიებად გადააქციეს, რაღაც ესეთ განსაკუთრებულ მოვლენად სისხლის დაღვა და ასე შემდეგ თითქოს და დამატებით კიდევ სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოშოპით გავრცელებული სასულიერო პირთა სურათები, რომლის წინ დახოცილი საქონელი ეწყო და ასე შემდეგ. თითქოს და საქართველოს სამოციქულო ეკლესია პირველად აწყობდა სოციალური მიმართულების აქციას. თითქოს და გაჭირვებულთა სასადილოები უმწეოთა სასადილოებს არ პატრონობდეს საქართველოს ეკლესია. თითქოს და აღდგომის გახსნილებასთან დაკავშირებით საქართველოში რაღაცა მოულოდნელი იყოს ხორცით გახსნილება და ასე ვთქვათ საკლავის დაკლა. თითქოს და რაღაც ექსტრემალურ ისეთ მოვლენას ქონდა ექნება ადგილი, ან საკალანდოდ საახალწლოდ ღორის დაკლა, ან ინდაურის საცივი არ იყოს ქართული ყოფის ტრადიცია. მაგრამ აქაც ხო უნდა მოძებნონ სისაძაგლე, აქაც ხო უნდა შეკრან ერთი გუნდა, რათა ტალახისა, რათა საქართველოს ეკლესიის მისამართით ისწოროს. არადა ვინ აკეთებს ამას? აკეთებს ის ადამიანები, უპირველეს ყოვლისა, რომელთაც აბორტი ცოდვად არ მიაჩნია, რომელიც მზად არიან დაეთანხმონ ადამიანის მოკვდინებას დედვის საშოში, მაგრამ სამაგიეროდ იცევენ ცხოველთა უფლებებს. მზად არიან მთელი ქვეყანა შეძრან იმასთან დაკავშირებით, რომ იგივე სახის, ცოტა განსხვავებული შინაარსი, რა თქმა უნდა, დღესასწაულზე, როგორც არის იგივე თუნდაც ამერიკის შეერთებულ შტატებში მადლიერების დღე, რამდენი ინდაური იკვლება და რამდენ ოჯახში მზადდება ინდაურის კერძი, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის პრეზიდენტი მხოლოდ ერთ ინდაურს რიტუალურად შეიწყალებს. რატომღაც მიაჩნიათ, რომ თავისუფლებისა და ცივილურობის გამოხატულება ის, რომ ჩვენ ხელი აღმართოთ საქართველოს სამოციქულო ეკლესიაზე. ჩვენ არ დავფიქრდეთ იმ გარემოებაზე, რომ თუნდაც ზუსტად 100 წლის წინ რა მდგომარეობაში იმყოფებოდა საქართველოს სამოციქულო ეკლესია, ან და ჩვენი ურწყინვალესი პატრიარქი ამბროსი ხელაია, რომელსაც სწორედ ასეთი, იგივე მანამდე წმინდა კირიონ კათალიკოსი, სწორედ ასეთი ადამიანებისგან, როდესაც ისმოდა კრიტიკა და როდესაც ასეთი ადამიანებისგან მათ ტალახს ესროდნენ. რამდენი იგივე წმინდა კირიონ საძაგლისთვის ბრას იმაში ძებდნენ, რომ კითხვა არ იცისო. კაც, რომელსაც წიგნები ჰქონდა დაწერილი და მონოგრაფიები დაწერილი და უდიდესი მნიშვნელობის ლიტერატურა შეუქმნია. ან წმინდა ამბროსი ხელაიას მიმართ რამდენი ასეთი ტკივილი იქნა მიყენებული ცილისწამებით და შეურაცხყოფის. მაგრამ ამავე დროს ძალიან საინტერესოა ის, რომ როგორც კი საქართველოს ეკლესია გააქტიურდა სოციალური, ასე ვთქვათ,
პოლიტიკის მიმართულებით და სოციალური აქციების განხორციელების მიმართულებით მაშინვე მის წინააღმდეგ აღიმართა ეს ხალხი, რათა არ თავის სოციალური ნატურა, ეკლესიის, თავისი ბუნება, კაცთმოყვარეობისა არ იქნეს გამოვლენილი. ამავე დროს ჩვენ გვინდა აღვნიშნოთ ის გარემოება, რომ ეს ყოველივე ხერხდება სწორედ იმის გამო, რომ პრესასა და მედიაში გაბატონებულია მხოლოდ და მხოლოდ ერთი აზრი და ამ აზრს არ აქვს ოპონირება და არ არის შესაძლებლობა და არ არის თავისუფალ არგუმენტებით ერთგვარი მეტოქეობა სუფევდეს მედიასა და ტელევიზიებში. სწორედ ეს განაპირობებს ცალმხრივ შეტევებს და მუდმივად სამწუხაროდ ქართული საზოგადოება იმყოფება თავდაცვის პოზიციაში. და კიდევ უფრო მეტია, მაგალითად შემიძლია დავასახელო საქართველოს სახალხო დამცველისა და ომბუდსმენის ოფისთან არსებული ეთნიკურმა და რელიგიურმა საბჭოებმა 2014 წლის ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დააჯილდოვა სხვადასხვა საჯარო პირი და ორგანიზაცია და მათ ტოლერანტობის კომაგის ჯილდო ერგო და პირველი ლაურეატები გახდათ საქართველოს პარლამენტის წევრი თამარ კორზაია და ორგანიზაცია მედიის განვითარების ფონდი და ტელეკომპანია ტაბულას გადაცემა საუბარი რელიგიაზე. ფაქტობრივად ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლი ბანაკის წარმომადგენლები დაჯილდოდნენ ტოლერანტობის კომაგის ჯილდოთი. აი ეს თავისთავად ნაცვლად მეტყველებს იმ ტენდენციაზე, საიდკენაც დღეს სამწუხაროდ ქართული საზოგადოების ნაწილი მიდის. ზარია ეთერში, შეკითხვა არის, გისმენთ? გამარჯობა. ესეთი კითხვა მიდოდა დამესვა. ყოველივე ამას რა ხდება, ამ მახანალიეს მაგრამ გამართულია ქართული ეკლესიის საპატრიარქოს წმინდა სინოდის უწმიდესის წინააღმდეგ. ხომალუშობს ხელს ის რაღაც არის ვის მიერ და როდიდან თავსმოხვეული წარმოდგენა, რომ ეკლესია, საეკლესიო პირები არ უნდა ერეოდნენ პოლიტიკაში და ამავე დროს ისინიც ამას ამბობენ, რომ იცით ჩვენ აქტიურ პოლიტიკაში არ ვერევითო. ეხლა წარმოვიდგინოთ ესეთი რამე, კაცი რომელიც გადაგებს სიკეთეს, რომ ბოროტება არ უნდა ჩაიდინო, ყოველდღიურად ახსენებს მრევლს, ათმცნებას, ყოველდღიურად უხსნის თუ რა არის ნორმალური ქცევა და რა არანორმალური. თუ სხვა რამე არის პოლიტიკა, ეს გაგვაგებინონ მაშინ. პოლიტიკა და პოლიტიკის წარმოება ქვეყანაში ეს ხომ ცხოვრების წესის გასაზღვრაა. თუ ადამიანი ადამიანებს ასწავლის, რომ უნდა იცხოვროს რაღაც წესით და რაღაც წესით ცხოვრება უკვე კანონდარღვევაა ღვთისა და ერის წინაშე კანონის დარღვევა არის. ამის ლაპარაკი თუ პოლიტიკა არ არის და როდიდან უნდა თქვას ამ ადამიანებმა, რომ პოლიტიკა სწორედ ის არის, რასაც ქადაგებს ეკლესია, რასაც გვასწავლის წმინდანთა ცხოვრებიდან მოყვანილი ეპიზოდებით თითოეული ჩვენი მოძღვარი და ასე შემდეგ. იქნება სწორედ მათ დროზე უნდა ამოიღო ხმა და თქვან, ცუდზე ცუდი, კარგზე კარგი და ამით აი ამ მტკიცე არგუმენტებით გააბათილონ აი რაღაც სისულელეების მოლაპარაკება. დიდი მადლობა. მე მთლიანად გეთანხმებით განსაკუთრებით იმ პოსტულატში, რომელიც თქვენ ბრძანეთ და რომელიც ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ივანე ბატონიშვილმა დაამკვიდრა თავის უბრწყინვალეს ნაწარმოებებში კალმასობა, რომ პოლიტიკა ეს არის ცხოვრების წესის განსაზღვრა. პოლიტიკა არ არის ძალაუფლებისთვის ბრძოლა, როგორც დღეს წარმოუდგენიათ. პოლიტიკა არ არის გავლენებისთვის ბრძოლა. პოლიტიკა არ არის კეთილდღეობისთვის ბრძოლა. დღეს სამწუხაროდ ჩვენთან დეფინიცია პოლიტიკას ამ კუთხით მოიხსენიებენ და ბუნებრივია ყველა ან უმეტესი სასულიერო პირი ან უბრალოდ რო ავიღოთ ნორმალური კეთილი პატრიოტული ადამიანი ემიჯნება ამ ასეთ პოლიტიკას, იმიტომ რომ ბოლო წლების განმავლობაში დამკვიდრებულმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ ეს ყოველივე მიმართულია ადამიანის განსადიდებლად, ადამიანის კეთილდღეობისათვის, კონკრეტული ადამიანების უზნეობის და ასე შემდეგ პირობებში. ჩვენ უნდა დავბრუნდეთ
ქართულ განსაზღვრებაზე, ქართულ დეფინიციაზე. დიახ, პოლიტიკა ეს არის ცხოვრების წესის განსაზღვრა და თვითონული ჩვენგანი ნებსი თუ უნებლიეთ მაინც არის ჩართული ამ პოლიტიკაში, მიუხედავად იმისა, მონაწილეობს თუ არ მონაწილეობს ის ღიად. შეიძლება განსაზღვროთ და გავმიჯნოთ დაუშვათ უნდა თუ არა მას იყოს არჩეული ან დანიშნული ამა თუ იმ თანამდებობაზე, მაგრამ თავისი მოქმედებით ის მაინც მონაწილეობს. პროტესტს თუ არ გამოვთქვა ჩვენ იმაზე, რაც მოხდა დღეს, ჩვენ თუ არ გამოვთქვათ პროტესტს იმასთან დაკავშირებით, რასაც დღეს უპირებენ საქართველოს ეკლესიას, ბუნებრივია ჩვენს პასუხისმგებელი ხვდებით იმ შედეგებზე, რომელიც შემდგომ განვითარდება. როცა ამბროსი ხელაიას არ დაუდგა ქართული საზოგადოება გვერდით, როდესაც არ დაუდგა საქართველოს სამღვდელოებას გვერდით, როდესაც ელემენტარულად ქილიკის საგნად გაიხადეს კირიონ საძაგლიშვილის მოღვაწეობა, როდესაც ქილიკის საგნად გაიხადეს ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობა, ჩვენ დღეს საუბრობთ თუნდაც ასეთ ფაქტზე, როგორიც არის საქონლის დაკლა. და ჩვენ გვავიწყდება ის, რომ ილია ჭავჭავაძეს სწორედ მსგავსი მეთოდებით ებრძოდნენ, როდესაც იგივე მისი ევროპიდან ჩამოყვანილი განსაკუთრებული ჯიშის საქონელი, რომლის გამრავლებასაც ის აპირებდა ხალხის საკეთილდღეოს, სარზე აცმული მოუკლეს და უკანატანში სარი გაუყარეს და ისე მოკლეს. აი სწორედ ამ პატარ-პატარა ბრძოლებით ხდება იმ წარმატებული შედეგის მიღწევა, რა შედეგსაც ჩვენი მოწინააღმდეგეები ველოდებიან და ჩვენ არ აგვაქვს იმის ფუფუნება, რომ არ მივიღოთ მონაწილეობა ამ უზგავსოების აღკვეთაში და რადგანაც ღებულობთ მონაწილეობას, უკვე ჩვენ ხდებით ამ პოლიტიკის ნაწილი. ზარია კიდევ ეთერში გისმენთ? დიახ. გამარჯობათ. აი ძალიან მაინტერესებს აი ძირითადი ხელის შემშელი ფაქტორები, აი რაც უშლის ქართული სახელმწიფოების ჩამოყალიბებას, აი ძირითადი აი ხელის შემშელი ფაქტორები რა არის დღეს, აი რა გუშლის ხელს, რომ აი ჩამოყალიბდეს ქართული სახელმწიფო. უპირველეს ყოვლისა ეს გახლავთ ის, რომ ქართული პოლიტიკა არ არის საქართველოს შიგადუღილის პროდუქტი. უპირველეს ყოვლისა ეს გახლავთ ის გარემოება, რომ საქართველოში არ იქნება სახელმწიფოებრივი პოლიტიკური ინფრასტრუქტურა, ანუ შენობის ის საფუძველი და კარკასი, რომელზეც მერე ყველა თაობა თავისთვის სასურველ რემონტს გააკეთებს. როცა რაღაც ახალს შექმნის, თუ დაუშვათ თავის დროზე ეს ჩვეულებრივი თიხის კედლები იყო, დღეს შეიძლება გააკეთოს შუშის, გააკეთოს ბლოკის, ბეტონის და ასე შემდეგ. გამოიყენოს სხვა ეგრეთ წოდებული არმატურა, სხვადასხვა სახურავი, კრამიტი, თუნუქი და ასე შემდეგ. ჩვენი პრობლემა სწორედ ის გახლავთ, რომ ჩვენ შორის არ მიდის დავა საქართველოს ამ უმთავრესი შენობის პოლიტიკური კარკასის შესახებ პროექტების შეჯიბრში. ჩვენ ამაზე არ ვდაობთ. ჩვენ ვდაობთ შეღებვის ფორმაზე, ვდაობთ რაღაც იმ საგნებზე, რომელიც შემდეგ უნდა აღჭურვოთ. სამწუხაროდ არ მიმდინარეობს ამ მიმართულებით იმის გამოკვლევა, რა არის მუდმივი, სტრატეგიული, რადგან უნდა დაეფუძნოს ჩვენი ცხოვრება და რა არის მიმდინარე. მიმდინარე პოლიტიკა გადავიყვანეთ მუდმივობაში, აურიეთ ეს ყოველივე ერთმანეთისგან ვერ განვასხვავოთ. სხვადასხვის მე მინდა მოვიყვანო ამ კუთხით ციტატა წმინდა გაბრიელ ქიქოზის არის შეიძლება შემეშალოს პირველი ნიშანი და თვისება ახლანდელ მაცნუთა შორის არის ის, რომ ლაპარაკში ურევენ სულიერს და ხორციელს, ქვეყნიერსა და ზეციერს, სამოქალაქო წყობილებასა და საღვთო ჯურს, სარწმუნოების სწავლებასა და სოფლის მდგომარეობას. ციტატა ზუსტად ვერ ვთქვი, მაგრამ შინაარსი ასეთია. აი ეს აღრევა არის საფუძველსაც, ვერ გაგვირკვევია უფალს რა უნდა მივცეთ კეისარს რა არის ამ მიწიერი, რა არის ზეციერი. შესაბამისად რთულდება სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის განხორციელება. რეკლამა ჩვენს ეთერში ცოტა ხანში დაგიბრუნდებით. ანტიეკლესიური კამპანიის უმთავრესი მიზეზი ის გახლავთ, რომ საქართველოს ეკლესია მონაწილეობს საქართველოს
სულიერი აღორძინების და საქართველოს პრაქტიკული ეროვნული და სახელმწიფოებრივი გადარჩენის საქმეში. მაშინ, როდესაც საზოგადოებრივი პოლიტიკური ჯგუფები არ არის წარმოდგენილი სამოქალაქო სივრცეში, რომელსაც შეუძლია სახელმწიფოებრივი და ეროვნული ფუნქციის თავის თავზე აღება, ეკლესია ბოლო გოდოლად იქცა ქართული სახელმწიფოებრიობის გზაზე. სწორედ ეს არის მიუღებელი ამ ადამიანებისთვის და შესაბამისად ისინი ებრძვიან არა საქართველოს ეკლესიას, არამედ საქართველოს სასიცოცხლო ასე ვთქვათ ინტერესებს და ამ მიმართულებით დგამენ ახალ ნაბიჯებს და ყოველ დღე თითო აგურს აცლიან ამ ცდილობენ რომ ამ გოდოლს გამოვაცალონ და შესაბამისად დაუცველი გახდეს ქართული სახელმწიფოებრიობა. ზარია კიდევ ეთერში გისმენთ? დიახ. Алло. დიახ. გისმენთ? Алло, გამარჯობათ. დიახ. გერმანიას როგორ მოუგებდით ეჭვი მქონდა. მაგრამ მაინც რაღაც იმედი მქონდა იქნება მოუგოთ მეთქი და ეხლა ცუდ ხასიათზე დავდექი და თქვენთან გამოვთე. თქვენთან გამოვთე და კიდევ უფრო ცუდ ხასიათზე დავდექი. რატომ? მორჩა შეკითხვა? ესე იგი, ერთი რამ პირიქით. ხლა გერმანიას როგორ მოუგებთ? ეს შეიძლება ასე ვთქვათ, ყველა ჩვენგანი დავეთანხმოთ, მაგრამ გერმანიის მოგების სურვილი სანამ გვექნება, მანამდე ჩვენ ვიქნებით შემდგარი ხალხი. აი ეს სურვილი არ უნდა გაგვიქრეს. ჩვენი უნდა ვარჩიოთ სხვას, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ გავხდეთ გერმანიის ფეხბურთის ნაკრებისნაირი. ჩვენ აგრძელებს ზარს უკაცრავად გისმენთ? რა ისიც კარგით მე ფეხბურთს ვერ ვთამაშობ, მაგრამ ის ხო შემიძლია რომ რაღაცა გავაკეთო ქვეყნისთვის, რაღაცა გავაკეთო და რა ვქნათ უბრალო მომკვდავმა ხალხმა, აი ამას როგორ ვებრძოლოთ ამ მსგავსობას და თუ შეიძლება თქვენი აზრი გითხარით ამის შესახებ. დიდი მადლობა. აი ესე გავაგრძელებ თქვენს გააგრძელეთ შეკითხვა და შეკითხვა თქვენი შეკითხვის თანმიმდევრული გაგრძელება იყო და მეც ასევე თანმიმდევრულად ვაგრძელებ ჩემს პოზიციას. აი ეს სურვილი არ უნდა დავკარგოთ. სურვილი არ უნდა დავკარგოთ და მოვძებნოთ ჩვენ თავში ის თვისებები, რომლებიც გაგვამარჯვებინებს. ქართველი კაცი ზოგადად ნიჭიერი ადამიანია, მას არ ესწავლება გერმანიისგან არც მოტივაციის მოპოვება, არ ესწავლება ბევრი რამ, მაგრამ ფეხბურთის ორგანიზაციის თვალსაზრისით უნდა ვისწავლოთ. ისევე როგორც ჩვენ არ გვესწავლება ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვა, ჩვენ არ გვესწავლება ჩვენი ძირითადი ღირებულებები რა არის, ჩვენ არ გვესწავლება თუ ჩვენი ისტორიის ამა თუ იმ ეტაპზე როგორ წამოდგა ფეხზე დაცემული სახელმწიფო, მაგრამ ჩვენ უნდა ვისწავლოთ თანამედროვე ტექნოლოგია იმისათვის, რომ ფეხბურთშიც და სახელმწიფოშიც გავხდეთ მოწინავეთა რიგებში. ჩვენ ეს შეგვიძლია. ჩვენ ეს შეგვიძლია და ხლა ფეხბურთი ობიექტური რეალობაა, ხოლო საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში იმიტომაც ხდება ეს ხელოვნური დაპირისპირებები, იმიტომაც ხდება ასეთი ხელოვნური აჟიოტაჟები, იმიტომაც ხდება ასეთი ემოციური ფონი, იმიტომაც ხდება ამდენი, ასე ვთქვათ, უმსგავსოება, რომ მათ იციან ბუნებრივ გარემოში ქართველი კაცის ნიჭიერება და იციან ბუნებრივ გარემოში როგორ შევძლებთ ჩვენი ქართული სახელმწიფოებრიობა აღორძინებას თუ იმ ფესვებზე დავდექით, რომელ ფესვებზეც ჩვენი წინაპრები იდგა. კიდევ ზარია ეთერში გისმენთ? გაითიშა? ალო? დიახ. მოგესალმებით. გამარჯობათ. ალო? გაითიშა? რომ ჩვენ გვყავს ის რომ არის ასეთი გამოთქმა პაპზე მეტი კათოლიკები არიანო და
სპირიდონ კედიას აქვს ასეთი ფრაზა, რომ თუ კი შეიძლება რომ პაპზე მეტი კათოლიკე იყოს ადამიანი, მაშინ მარქსზე მეტი მარქსისტი შეიძლება იყოს ადამიანიო და ამის მაგალითად მოყავს რევოლუციური კლასების თემა, რომელიც დღესაც ძალიან აქტუალურია. როდესაც მარქსი საუბრობდა იმასთან დაკავშირებით, რომ მუშათა კლასი არის, უნდა გახდეს რევოლუციის მამოძრავებელ, ასე ვთქვათ, მთავარ ლოკომოტივად, იმ პერიოდის, ასე ვთქვათ, კომუნისტურ წრეებში მეორე თეორიას ბატონობდა, რომ არათუ მუშები, არამედ საერთოდ უმცირესობებია რევოლუციური ტალღის მატარებლები. და ამიტომ ყველა სახის უმცირესობა უნდა მივანიჭოთ ჩვენ რევოლუციური სტატუსი და გამოვიყენოთ ის ბურჟუაზიული საზოგადოების დასამხობათო. ეს დავა არსებობდა იმ პერიოდის პრესაში. სამწუხაროდ დღეს ჩვენთან მსგავს საკითხებზე ანალიტიკური წერილების სიმწირეა, ხედვების, პრინციპების, არგუმენტების წარმოდგენის სიმწირეა. ისევ ძველი მაგალითებით შეგვიძლია მოვიყვანოთ და დღესაც მარქსიზმი ძალაშია ამ გაგებით. სწორედ აქვს სურვილი, რომ უმცირესობები აქციონ, სხვადასხვა სახის უმცირესობები აქციონ რევოლუციის თავარ მამოძრავებელ ძალად საზოგადოების წინააღმდეგ საბრძოლველად და გამომდინარე აქედან მათ სულებს და ძარაღებს ამ უმცირესობების ბედი. ესე იგი, უმცირესობების ინტერესების რეალური დამცველები არიან ის ადამიანები, რომელთაც ერთი შეხედვით თითქოს და ეს უმცირესობა ერწვის. და ის ვინც ასე ვთქვათ სტიმულირებას უკეთებს უმცირესობას ასეთი ნაბიჯებისთვის, ისინი მზად არიან თვალი დახუჭონ უმცირესობის განადგურებაზე. აი სწორედ აქ არის უმთავრესი პრობლემა და ეს უნდა გააცნობიეროს ქართულმა საზოგადოებამ და ჩვენ იმათ სასაცები უნდა ასე ვთქვათ მოусმოთ, რომელიც ინსპირირებას უკეთებს ამ ეგრეთ წოდებულ რევოლუციურ დაპირისპირებას. ხოლო დანარჩენებს უნდა გავაგებინოთ არსი, რომ მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია მათი კეთილდღეობის და მათი არსებობის დაცვა. ზარია ეთერში გისმენთ. მოგესალმებით ბატონმა. გამარჯობათ. ისევ გაითიშა. და მე გავაგზავნებ ჩემს რომ მათთვის ეს უმცირესობები საშუალება გავლენის, კეთილდღეობის, ძალაუფლების მოსაპოვებლად. აი თავის დროზე ლენინი იყენებდა და სარგებლობდა ლენინი ამ მუშები და უმცირესობებით, მან ძალიან კარგად აითვისა მარქსიზმის საფუძვლები და გამოიყენა ეს უმცირესობები საზოგადოებაზე ზეწოლის და მისი კონტროლის ინსტრუმენტად. დღესაც სწორედ ამ პროცესის წინაშე ვდგევართ. დღესაც სამწუხაროდ ამ ასე ვთქვათ უმცირესობებს იყენებენ საზოგადოებაზე ზემოქმედებისათვის და მახინჯი ფორმით დაისვა ასე ვთქვათ მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ასე ვთქვათ გამოხატვის თავისუფლება და საერთოდ თავისუფლება და საზოგადოებრივი მორალის ურთიერთ დაპირისპირების შესახებ. არადა თავისუფლება და სამოქალაქო მორალი ეს ერთმანეთის კლასიკური გაგებით იდენტური ცნებებია, ხოლო დღეს ხდება თავისუფლების გამოყენება საზოგადოებრივი მორალის წინააღმდეგ. დღეს ხდება გამოყენება ამ ადამიანებისა სახელმწიფოს წინააღმდეგ. ჩვენ როდესაც საუბრობთ დღევანდელ დღეს ასე ვთქვათ დასავლურ პრორუსულ ქმედებებზე ძალიან მარტივად შეიძლება იმ მაგალითების მოხმობა დაუშვათ თავის დროზე ეკატერინე მეორემ როგორ ჩაატარა ვოლტერთან მეგობრობის ფონზე სეკულარიზაციული რეფორმა რუსეთში 1764 წელს და სეკულარიზაცია რუსეთში სწორედ ეკატერინე მეორეს ამ კანონის შედეგად
გახორციელდა და ერთი შეხედვით რუსეთისთვის ეს ტრადიცია და რუსეთის ხელისუფლებისთვის ტრადიციად იქცა ასეთი ვითომსდა პროდასავლური დროშით ვოლტერის და სხვა იმ პერიოდში პოპულარული თანამედროვე იდეოლოგიების გაცნობით და მათთან პირადი მეგობრობით, ყველა მიცის ვოლტერი და ეკატერინე მეორე წერილებს უგზავნიდნენ ერთმანეთს და პირადი კონტაქტი ჰქონდათ, სწორედ გახორციელდა სეკულარული რეფორმა და მთელი უბედურება იმაშია, რომ დასავლეთის სახელმწიფოებისგან განსხვავებით სეკულარული რეფორმა რუსეთში დავიდა მხოლოდ იქამდე, რომ მონასტრებს ჩამოერთვა მიწები. და მონასტერი, როგორც ჩვენ ტერმინოლოგიაზე რო ვთქვათ, თანამედროვე ტერმინოლოგიაზე, როგორც იურიდიული პირი იქნა გაუქმებული. და ფაქტობრივად ამ რეფორმის შედეგად შემცირდა მონასტრები რუსეთის ტერიტორიაზე და შემცირდა სასულიერო პირთა ასე ვთქვათ, რაოდენობა იმ მარტივი მიზეზის გამო მონასტერს თავის რჩენა აღარ შეეძლო და შესაბამისად ის ვერ იღებდა მორჩილებს და ბერებს თავის შემადგენლობაში და შეიძლება ითქვას, რომ ამ რეფორმის შედეგად ბოლშევიკების დროინდელ მეტი დევნა განიცადეს მაშინდელმა მორწმუნე საზოგადოებამ და სასულიერო პირებმა. არადა დასავლეთში სეკულარული რეფორმა განვითარდა ბუნებრივად ჯანსაღად ყოველგვარი პრობლემის გარეშე, არც ქონებაზე ყოფილა იქ ზედმეტი პრეტენზიები, არც რაიმე დევნა შევიწროებას ქონია ადგილი, სწორედ აქ დგას პრობლემა, რომ გაუცნობიერებლად ხშირად ხდება ერთი დროშით მეორე საქმის კეთება და შესაბამისად ამ ემოციური დაპირისპირების ფონზე მთავარი იკარგება და შესაბამისად ვღებულობთ იმ სურათს, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, როდესაც საბოლოო ჯამში ნიკიტა ხრუშჩოვმა გამოაცხადა უფროს თაობის მაყურებელს ახსოვს, რომ უახლოეს მომავალში უკანასკნელ მღვდელს ეკრანიდან გაჩვენებთ. და სხვათა შორის დაამატა ეს იქნება ან ქართველი ან უკრაინელიო. დღეს აღარ არის ის დრო, რომ ეკლესიებში აბანოს ხსნიდნენ. დღეს აღარ არის ის დრო, რომ იქ საწყობებს ან საქონლის ბაგებს ბაგისთვის იყენებდნენ. საბედნიეროდ დღეს ამას ისინი ვერ ბედავენ, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით ცდილობენ იგივე ფუნქციის სამუშაო შეასრულონ. ზარია ეთერში გისმენთ? გამარჯობათ, გისმენთ? მე მაინტერესებს ეს შეკითხვა. ძალიან კარგი არხი გაქვთ, პირველ რიგში ქართულ ასწავლები ძალიან კარგი არხია და გმადლობთ ჩვენი მოწონებისთვის, საერთოდ ქართული არხის მოწონებისთვის. აქ ძალიან კარგი ახალგაზრდა კოლექტივი მუშაობს ამ არხზე და იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში ისინი თავიანთი პროფესიონალიზმით, სოდნით, გამოცდილებით თავის სიტყვას იტყვიან ქართულ ჟურნალისტიკაში და გარდატეხენ იმ სიტუაციას, რომელშიც დღეს ვიმყოფებით. ფაქტობრივად დღეს ეთერი, მედია მთლიანად დაპყრობილი აქვს სწორედ იმ ადამიანებს, რომლისთვისაც უფრო მეტად სენსაცია არის მისაღები, რომლისთვისაც სკანდალი, დაპირისპირება, ემოციური ფონი და არა დაუშვათ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე კონცეპტუალური მსჯელობა. ესე ტოქ-შოუებით არ შეიძლება მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა. სამწუხაროდ ჩვენთან პოლიტიკური ფიგურები და პოლიტიკური ლიდერები თავიანთ ოპონენტებს კონცეპტუალური წერილებით, პუბლიცისტიკით კი არ ეკამათებიან და ეხიშპებიან, რაც ძალიან ჯანსაღი პროცესია. არამედ მხოლოდ ლანძღვაგინებით. გუშინ შენ რომ ეს თქვი, დღეს რომ ამას აკეთებ, გუშინ კარგი იყავი, დღეს ცუდი იყავი, თუ ხელისუფლებაში ვარ შენთან ერთად, მაშინ შენ კარგი ხარ, თუ მე რაღაცის გამო წამოვედი, მაშინ შენ ხარ ცუდი და ახლა საკაცობრიო თუ ეროვნული თუ რელიგიური мотиваციის მოძებნას რა უნდა იმისთვის რომ გავამართლო ესა თუ ის უმსგავსოება და სამწუხაროდ ვიღებ ჩვენ ამ პროცესს. არადა დღეს გლობალიზაციის პირობებში თვითმყოფადობის შენარჩუნებისკენ გადასადგმელი ნაბიჯები, ვიქნები თუ არა კაცობრიობის პარტნიორი ერი, რა საფუძვლებს უნდა ექვემდებარებოს და ეფუძნებოდეს ქართული პოლიტიკა იმისთვის რომ გადავრჩეთ. აი ეს უნდა იყოს თავარი განხილვის თემა. ზარია ისევ ეთერში?
შეკითხვა? დიახ. კითხვა შემდეგში მდგომარეობს. შეიძლება თუ არა ქართულად გაკეთდეს ანალიტიკური თოქ-შოუ, რომელიც ყველა მოქალაქეს შეიძლება საკუთარი აზრის დაფიქსირება პირდაპირ ეთერში. ძალიან კარგი აზრია, ალბათ არხის ხელმძღვანელობა გაითვალისწინებს, თუ ამას მისცემს ტექნიკური ბაზა, მოგეხსენებათ, ეს ტელევიზია ენთუზიაზმზე მუშაობს, შესაბამისად, გარკვეული ტექნიკური ბაზა საჭირო იმისათვის, რომ ჩვენ მოგვეცეს შესაძლებლობა, ქართულ არხს უბრალოდ მიეცეს შესაძლებლობა მსგავსი ასე ვთქვათ, გადაცემების გაკეთების, არადა მე გეთანხმებით იმაში, რომ ანალიზი, მსჯელობა, კონცეპტუალური კამათი ეს ის მიმართულება, რომელიც ადრე თუ გვიან გაგვაერთიანებს, ერთ აზრზე დაგვაყენებს, ერთ აზრზე თუ არ დაგვაყენებს, ყოველ შემთხვევაში შექმნის იმ პირობას, რომ პოლიტიკურ ძალთა ან აზრთა ბალანსი განაპირობებს წონასწორობას და მდგრადი გარემო იქნება ქვეყანაში. ამიტომ მსგავსი გადაცემებიც ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებელია. დღეს ბუნებრივია, რომ დღევანდელ დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ გვმართებს გავაანალიზოთ ჩვენი წარსული, სწორად გავაანალიზოთ ჩვენი წარსული, გადავხედოთ იმ ტენდენციებს, რაც ამ წლების განმავლობაში ვითარდებოდა, ამბროსი ხელაიას ცხოვრება, საქართველოს ეკლესიის ცხოვრება, ან თუნდაც საქართველოს ეკლესიის ეს ბოლო 40 წლიანი განვლილი პერიოდის თვალის ერთი გადავლებითაც შეიძლება დავწუნდეთ იმაში, რომ ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს მთავარი მედროშე სწორედ საქართველოს ეკლესია გახდათ. რომ საქართველოს ეკლესია ამ ერთადერთი ინსტიტუტი და მისი უწმინდესობა შეიძლება ვთქვას ერთადერთი პიროვნება, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში მონაწილეობდა საქართველოს პრაქტიკული სახელმწიფოებრივი გადარჩენის საქმეში. ფაქტობრივად არ ყოფილა თემა, საკითხი, უმნიშვნელოვანეს საკითხებზე საუბრობთ, რომ მისი უწმინდესობას არ მიიღოს ამ პროცესებში მონაწილეობა. ასეთი სხვა პიროვნება, სხვა ინსტიტუტი ქვეყანაში არ არის. ეს არის ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც ქართული სახელმწიფოებრიობის უწყვეტობის გაუხატულებაა და ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც ფართო მასშტაბით გაშლილად ამკვიდრებს უმაღლეს ზნეობრივ და მორალურ და სულიერ ღირებულებებს, რომლისთვისკენაც მიყავს არა მარტო გონის ელიტა, არამედ მთლიანი საზოგადოება. და შესაბამისად, მინდა უთხრა იმ ადამიანებს, რომლებიც ეძებენ ყოველგვარ საბაბს იმისათვის, რომ ტალახი ესროლონ ამ ინსტიტუტს და ამ პიროვნებას, რომ გავაწყლები და შესაბამისად ნებისმიერ შემთხვევაში თვითონ ჩვენგანს მოიხსენიებიან იმით, რომ ჩვენ ცხოვრობდით ილია მეორის ეპოქაში. ჩვენ ცხოვრობდით იმ ეპოქაში, რომლის სულიერ თუ პრაქტიკულ ლიდერის ფუნქცია მის უწმინდესობას ჰქონდა აღებული და რომელმაც ბეწვის ხიდზე გამოატარა მთელ ამ კატაკლიზმების პერიოდში ქართული საზოგადოება და შემდგომ პერიოდში შეიძლება შერცხვეს ყველას თავისი ქმედება. ხოლო ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ გავუფართოთ მტერს იმის ილუზია, რომ მათ შერჩებათ ნებისმიერი მსგავსება, შერჩებათ ნებისმიერი დანაშაული, უნდა გავუფართოთ იმის ილუზია, რომ რაც მათ სურთ, იმ შედეგს მიაღწევენ. ეს იქნება ჩვენი ქვეყნის პრაქტიკული გადარჩენის საქმე და ეს იქნება ამავე დროს ამ ადამიანებზეც ზრუნვას, იმიტომ რომ თუ მათ დახვდებათ ის ძალა, რომელიც ხელს გააღებინებს ამ ქმედებებზე, იქნებ გონს მოეგონ და იქნებ შეცვალონ თავისი ცხოვრების წესი. ამ იმედით გემშვიდობებით მოდის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, მოდის მისი უწმინდესობის მიერ დაარსებული ახალი თარიღი, მადლიერების დღე და ამ დღის აღნიშვნას ვერავინ ვერ შეუშლის ხელს ქართულ საზოგადოებას, კიდევ ერთხელ უნდა მივბრძანდეთ სვეტიცხოველში, კიდევ ერთხელ უნდა ვილოცოთ, კიდევ ერთხელ უთხრა მადლობა უფალს იმისთვის, რომ იმაზე უკეთესათა ვართ, ვიდრე ღირსნი ვართ. დიდი მადლობა ყურადღებისათვის.
პოლიტიკა, თავდაცვა, მედიცინა, განათლება, სოფლის მეურნეობა, ყველა სფერო, ნებისმიერი სიახლე, ის რაც პრესის ფურცლებზე მოხდა. ნახეთ და მოისმინეთ ანალიზი, განხილვა, საინტერესო მოსაზრებები. გადაცემაში პრესის მიმოხილვა მამუკა გიორგაძესთან ერთად. ყოველ კვირას 21 საათზე.